ზუსტად ერთი დღე რჩება ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალურ ტურამდე, სადაც საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია იმღერებს. მარიამი სცენაზე ანსამბლ ერისიონის მოცეკვავეებთან ერთად მეათე ნომრად გამოვა და სიმღერას Freedom შეასრულებს. მოამბის ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი იმყოფება შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, რომელიც შემოგვიერთდება სენტ იაკობს ჰალედან, სადაც კონკურსი მიმდინარეობს. ევროვიზიის რიგით 79 კონკურსი ბაზელში სენტ იაკობს ჰალეს დარბაზში ტარდება, რომელიც 15,000-ზე მეტ მაყურებელს იტევს და მილიონობით ტელემაყურებელი ადევნებს თვალს ნახევარფინალებს და ფინალურ ტურს. მოგეხსენებათ, გუშინ ჩატარდა პირველი ნახევარფინალი და ამ ტურის შედეგად გამოვლინდა 10 კონკურსანტი, 10 ქვეყანა, რომელიც ფინალში იმღერებს და უკვე ხვალ გაიმართება მეორე ნახევარფინალი, რომელშიც მარიამ შენგელია, საქართველოს წარმომადგენელი, წლევანდელ ევროვიზიაზე გამოვა სცენაზე. ის მეათე ნომრად იმღერებს, შეასრულებს სიმღერას Freedom, ანუ თავისუფლება. მარიამი უკვე ემზადება გენერალური რეპეტიციისთვის, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება. ეს გენერალური რეპეტიცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. მას ადევნებენ აქ თვალს ჟურნალისტები, პრესა, ფანები და ზუსტად 9 საათზე ადგილობრივი დროით, 23 საათზე თბილისის დროით დაიწყება გენერალური რეპეტიცია. მანამდე კი სულ ცოტა ხანში მარიამი კიდევ ერთ რეპეტიციას გაივლის და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო უცხოეთში შემცხოვრებ ქართველებს. თითოეული მესიჯი და თითოეული ზარი საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას გადამწყვეტი, ამიტომ ხვალ თქვენ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებით, უნდა უყუროთ საზოგადოებრივი ტელევიზიის საშუალებით ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალს და მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაუმესიჯოთ საქართველოს და გახსოვდეთ, რომ თითოეული ზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს უკვე ბოლო რეპეტიცია გვაქვს, თუმცა პირველად გვაქვს, როცა უკვე მაყურებელი ესწრება ჩვენს პერფორმანსებს და ძალიან ნერვიულობ, თუმცა ძალიან კონცენტრირებული ვარ, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაფერი გავაკეთეთ მთელმა გუნდმა იმისთვის, რომ ყოფილიყო ძალიან კარგი შოუ ჩემს ერისიონის უმაგრეს ბიჭებთან ერთად და მართლა ძალიან ესეთი შემართებით ვართ. მინდა რომ მაყურებელსაც ვთხოვო, რომ აუცილებლად დაგვიჭიროს მხარი. ჩვენთვის ერისიონის მოსაკვავებს ძალიან დიდი სიხარულია ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტის ნაწილები რო ვართ. რა თქმა უნდა, მარიამთან ერთად შევეცდებით, რომ ყველანაირად ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და გამოვიდეთ ისე, როგორც ეკუთვნის ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ერს და ანსამბლ ერისიონს და რა თქმა უნდა, ჩვენი ერს მარიამ შენგელიას. ნამდვილად დღეს ძალიან დიდი მოხდით ვართ ევროვიზიაზე, მარიამთან ერთად ვართ წამოსულები და რა ვიცი, წარმატებები და რა ვიცი. ყველაფერს გახსოვსურებთ მარიამს და წარმატებებს და რა თქმა უნდა წინსვლას. დაურეკეთ და დაუმესჯეთ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა მარიამ შენგელიას, რომ გავიმარჯვოთ ევროვიზიაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივახციოთ წარმატებას, ვასახელოთ ჩვენი საქართველო. დაგვირეკეთ, დაგვიმესიჯეთ. საღამოს არის გენერალური რეპეტიცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაყურებელიც ესწრება. დღეს არის ზუსტად პირველი დღე, როდესაც მარიამ შენგელია წარსდგება მაყურებლის წინაშე. ზოგადად წელს ევროვიზიაზე არის უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები. შვეიცარია და შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებელი მომზადებულია უმაღლეს დონეზე და მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროვიზია და მასპინძლობა, რომელიც შვეიცარიამ გასწია და დაგვახვედრა აქ მონაწილე ქვეყნებს. წელს ევროვიზიის კონკურსს ყავს 37 მონაწილე ქვეყანა. ევროვიზიის წესების მიხედვით 5 ქვეყანა ევროვიზიის დამფუძნებელი ქვეყნები, ეგრეთ წოდებული დიდი ხუთეული ავტომატურად ხვდება ფინალში, ასევე ფინალში ავტომატურად ხვდება გასული წლის გამარჯვებული ქვეყანა, მოგეხსენებათ შვეიცარია. ნემომ მოუტანა გამარჯვება შვეიცარიას სიმღერით The Code გასულ წელს და ასევე კიდევ 10 ფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს ხვალ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ქართველი მაყურებლის გულშემატკივრობის. მარიამ შენგელიას სიმღერა Freedom ეკუთვნის კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს, ტექსტის ავტორი არის ბუკა კარტოზია, ზაზაურაშვილი მუშაობს სცენოგრაფიაზე. მადლობა მარიკა, წარმატება მარიამ შენგელიას და საქართველოს